აი ამ თემის გასაკეთებლად ახლა მსურვავ რაღაც 10 წუთი და იმედი მოვასწრებ, იმიტომ რომ ცერემონიის შემდეგ და რეპეტიციის შემდეგ გონზიარო საერთოდ თუ მექნება ამის დრო. მაგასთან ერთად მაკიაჟის გაკეთებაც უნდა თავიდან, იმიტომ რომ ცერემონია იწყება 5 საათში და 5 საათში ეს მაკიაჟი ისეთი აღარ იქნება, როგორც ეხლა მაგზამ და ყველაფერი წამოღებული მაქვს, რომ თავიდან გავიკეთო, მაგრამ მაგის დროც მე თუ არა ეგეც არ ვიცი. მე რომელი გოგოების კატეგორიას მივყვები იცით, აი უკან რა ხდება რო ამადარდებს მთავარია წინ იყოს კარგად. არც თუ იმები ისეთი ფაქტია, ვისაც აი ვინც აი პერფექციონისტი ხარ და ვინც უკანაც იდეალურად ხდეთ, დამიწერეთ რომ უცოდე რომ ეგეთი გოგოების არსებობით. დავამთავრეთ მის გაკეთება ესე მექნება საბოლოოდ და არ მინდა რომ ძალიან დიდ დრო დავკარგო ამაზე, იმიტომ რომ ზემოდან მაინც ქუდი უნდა მეხუროს და დამეთკეპნება მთელი თმა ასე რომ იყოს რაც არის. მოგესალმებით. ლიკას ლოგიდან მე ვარ ლიზა, მარიამი, ლიზი, ლანა, მარიამი, ელენე, თიკა, ლიკა, ანი. და და ჩვენ ვართ ახლა ჩვენს graduations. როგორი განწყობა გაქვს? მე ძალიან განწყობა მაქვს. მეზარება. ერთმა კაცს მომდადები. ხო, ერთმა რეპეტიციის თავი არ გქონდა. როგორ შევამოშენია? უი, მე ეგ რა არხონზე. ხო, ახლა ჩვენ ასის მოვიპარეთ და იმედია ლიკა ბლოგში ჩასვამს ამ ვიდეოს. ხო, შენ გაშოვაპარეთ. მაგისტრის მოვიტან, რომ თქვენ რაღაცები გადაიღოთ და მე ბლოგში შევს. იცი რა გავაკეთოთ? ასე დავადოთ კამერას. მე გავაკეთოთ. მოდი. კი, მან კი, გავაკეთოთ. როგორ გასაგებია ხარ ლიკა, შენ ჩამოხვედი. მე ისე რა მაქვს მიკროფონი, და თუნე ამის შემდეგ ლიზას მიკროფონი კი მიუტანე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კამერა საერთოდ არ იწერდა, ამიტომ გთხოვთ შართეთ ახლა თქვენი ფანტაზიის მაქსიმუმი და წარმოიდგინეთ, რამდენი საყვარელი მომენტი გამოგჩა. მანამდე კი გიტოვებთ რეპეტიციის კადრებს. ეხლა არის 4:30, 5-ზე უკვე სტუმრები აპირებენ შემოსვლას და ჩვენ გავდივართ რეპეტიციას. ოღონდ ისეთ ცხელა. ეხლა მათშია ესე რა ძალიან კომფორტულად და მე უნდა გამოვიცვალო, შარვალი უნდა ჩავიცვა და კიდე კორსეტი და მაგის ზემოდან უნდა ჩავისვა მანტია. და ეს მანტია ესეთი სქელია, ხალხო ესეთი სქელია, რომ აი არ ვიცი, უნდა ამოვიხუთო. მაინც ბედნიერი ვარ. რატო არ უნდა ვიყო ბედნიერი? ახლა ამ კადრებს რა უყურებ, გონია რომ ყველა წამნახევარში ვართ გამზადებულები. დრო ქონდა დაახლოებით 40 წუთი და ამ დროში უნდა გამოგვეცვალა მანტიები გადაგვეცვა და გარეთ მდგარიყავით. ამ ყველა სიკეთესთან ერთად საპირფარეშო მხოლოდ ერთი მუშაობდა და იმ საპირფარეშოში რა ხდებოდა, ხო წარმოგიდგენიათ. Content ცოტა ქაოსია, მაგრამ ეს ლაისა. იმას რა გადა. ვთხოვთ სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანს ქალბატონ ეკაკობიას. ლიზი ჩხარტიშვილს
მარია და დღის მთავარი მომენტი, რომელსაც ალბათ დღეს ყველაზე მეტად ველოდით. ხუნდების ადრის დროა. მართლაც ხოჭრომ გადაინაცვლოთ კურსდამთავრებულებთან